ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის გუნდის გამორჩეული სახე ყველასათვის კარგად ნაცნობი ილონ მასკია. პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ახლა შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. პოლიტიკაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მისი გზავნილები და იდეები ყოველთვის ხმაურიანი, უჩვეულო და არაორდინალურია. ელექტროავტომობილები, რაკეტები, კრიპტოვალუტა, ხელოვნური ინტელექტი. ეს იმ ინოვაციური პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც ილონ მასკის სახელი პირდაპირ არის დაკავშირებული. მასკი ცნობილია თამამი, პირდაპირი და ზოგჯერ საკამათო განცხადებებით სოციალურ ქსელ X-ზე, რომელიც უკვე მისი საკუთრებაა. ის ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, რომლის ქონებამაც $400 მილიარდ გადააჭარბა. Forbes-ის ინფორმაციით ახლა მისი კაპიტალი $420 მილიარდამდეა. შედარებისთვის ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ქონება ამ დროისთვის შეფასებულია $6 მილიარდად. ილონ მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური იდეა მარსის კოლონიზაცია. მასკის სურვილი წითელ პლანეტაზე ადამიანები რომ დასახლდნენ ეს არის. მილიარდერი ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მარსზე გადასვლა ერთ დღესაც $500,000,000-ზე ნაკლები ეღირება. მასკი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის გადასარჩენად და არსებობის გასახანგრძლივებლად კოსმოსის ათვისებაა აუცილებელი. მის საკუთრებაშია კომპანია SpaceX-იც, რომლის მთავარი მიზანი კოსმოსში მოგზაურობისთვის მოსახერხებელი რაკეტების შექმნაა. კომპანია $350 მილიარდადაა შეფასებული. მასკი კი SpaceX-ის გენერალური დირექტორი და 42%-იანი წილის მფლობელია. ილონ მასკი კომპანია ტესლას გენერალური დირექტორიცაა, მილიარდერი კომპანიის დაახლოებით 12%-ს ფლობს. მასკის მმართველობის პერიოდში კომპანიამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ელექტრომანქანების წარმოებაში ლიდერიც გახდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მსოფლიო გიგანტის საფაზრო ღირებულება დღესდღეობით $1 ტრილიონ-ზე მეტია. მასკი ტესლაში დაახლოებით $165 მილიარდი ღირებულების აქციებს ფლობს. მილიარდერის საკუთრებაშია კომპანია OpenAI-ც, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ემსახურება. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა ChatGPT, რომელსაც დღეს მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იყენებს. ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს მასკის კიდევ ერთი კომპანია, Neuralink. მიზანია მართვადი გახადოს ისეთი დაავადებები, როგორებიც არის ეპილეფსია და ალცჰაიმერი. სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა Neuralink-მა მომავალში ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი შეიძლება უზრუნველყოს. ამჟამად კომპანია მიკროჩიპის დახვეწაზე მუშაობს, რომელიც ადამიანების ტვინში უნდა განთავსდეს. როგორც უკვე გითხარით, ილონ მასკის ქონება ახლა $420 მილიარდამდეა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი კაპიტალი $50 მილიარდით გაიზარდა. სამხრეთ აფრიკელი ილონ მასკი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა. მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟი. ადამიანი მომავლიდან წარსულში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. სანამ კოსმოსში გაიჭრებოდა, მისი მიკროკოსმოსი სამხრეთ აფრიკის ქალაქი პრეტორია, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ნაკლებად კომუნიკაბელური, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მთელ დროს კითხვას უთმობდა. აფრიკაში დაბადებული თეთრკანიანი ბავშვი სკოლაშიც არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 10 წლის იყო მის ცხოვრებაში პირველი კომპიუტერი რომ გაჩნდა. 2 წელში ვიდეო თამაშის კოდით დაწერა და $500-დაც გაყიდა. სახელი დიდი ბაბუის ჯონ ილონ ჰალდემანის პატივსაცემად დაარქვეს. თუმცა როგორც ჩანს, ჰალდემანებისგან არა მხოლოდ სახელი, არამედ მემკვიდრეობით ავანტიურისტული ბუნებაც მიიღო. ბევრიც იშრომა, რომ კანადაში გადასულს სამსახური მოეძებნა. თითქმის ყველა სფეროში სცადა ბედი. ხე-ტყის გადასამუშავებელ ქარხანაში რამდენიმე თვე იმუშავა. სულ რაღაც $18 ნარჩენებისგან წმენდა გავარვარებულ საქვაბეს. ყოველთვის როცა სამხრეთ აფრიკაში წიგნებს კითხულობდი, ისე ჩანდა, რომ უახლოესი ტექნოლოგიები სილიკონ ველსშია. მე სულ მინდოდა ამ მითიურ ადგილას საცხოვრებლად გადმოსვლა.
პენსილვანიის უნივერსიტეტში ფიზიკისა და ეკონომიკის ხარისხი მოიპოვა. სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში. სადოქტორო პროგრამაზე, თუმცა სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და მუშაობა დაიწყო. პირველი კომპანია Zip2 ძმასთან ერთად ნაქირავებ ოფისში დააარსა 1995 წელს. ამ დროს ილონ მასკი ამ ერთ პატარა კომპიუტერში უკვე მსოფლიო კოდებს წერდა და კომპანიის ოფისში დივანზე ეძინა. აი ნახეთ, აქ მძინავს ხოლმე. არ ვარ იმ ფაქტის მომხრე, სანამ უბრალო ხალხი დღე-დაღა მუშაობს, ამ დროს კი მათი გენერალური დირექტორი სახლში ისვენებდეს. წარმატებას წლების შემდეგ მართლაც მიაღწევს. ეს უკვე მისი ყველაზე ცნობილი კომპანიის SpaceX-ის სამუშაო ოფისია. 6 წლის შემდეგ კი NASA-სთან კონტრაქტი გააფორმა, რაც 12 რაკეტა მატარებლის წარმოებას და კოსმოსური ხომალდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაშვებას გულისხმობდა. მიდგომები არც მაშინ შეცვალა, როცა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი გახდა. დღე-დაღა თავის თანამშრომლებთან ერთად 24 საათიანი მუშაობით. SpaceX-ის წარმატების ყველაზე ნაკლებად მჯეროდა 2008 წელს მე მქონდა სულ რაღაც 30-40 მილიონი დოლარი. თუ 40 მილიონს ჩავდებდი Tesla-ში, გადავარჩენდი SpaceX. მე ფულის შუაზე გავყავი და ჩავდე ორივე კომპანიაში. შეიძლებოდა ორივე დამეკარგა, მაგრამ გადავრჩი. ორივე კომპანია ჩემთვის შვილივით იყო. სოფლიოს შეცვლაზე მეოცნებე ადამიანი სანამ მილიარდერი გახდებოდა დიდი გზა გაიარა. ეს გზა კი წარმატებულ ბიზნესამდე და მერე ბიზნესიდან პოლიტიკამდე მარტივი არ ყოფილა. გონი მე მაქვს ძლიერი შინაგანი მონდომება და ეს 100-ია ბავშვობიდან. მაშინაც ძალიან მონდომებული ვიყავი. იმდენ სარისკო რამეს ვაკეთებდი, მერე ვერ ვიგებდი, რატომ გავაკეთე ეს სიგიჟე. ძნელია შეცვალო ის, რაზეც ყველა ერთნაირად ფიქრობს. ამას აქვს კარგი და ცუდი მხარეები. ხანდახან ის, რაც ჩემთვის ნათელი და გასაგებია, არ ვიცი რატომ არ არის ისევე ნათელი ყველასთვის. ექსცენტრიული, არასტანდარტული და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეები, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მან რეალობად აქცია. ოცდამეერთე საუკუნის გენიოსის იდეებს შორის ერთ-ერთი გლობალური დათბობის შემცირებაა, თუმცა იქამდე კოსმოსამდე მანძილი უკვე შეამცირა. მე არ ვიტყოდი, რომ უშიშარი ვარ, მეტიც ვფიქრობ, რომ ხშირად ძალიან მეშინია. თუ რასაც ვაკეთებ საკმარისად მნიშვნელოვანია, მაშინ ვერევი შიშს. ისე არ არის, რომ მე არ ვგრძნობ შიშს, იმაზე მეტად ვგრძნობ, იმაზე მეტად ვიდრე მინდა ვგრძნობდე. და როცა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კოსმოსში გაშვებული ხომალდი უკან დაბრუნდა, რეაქციებიც შესაბამისი იყო. ეს კოსმოსური ოდისეა პირველია ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა. NASA-ს ასტრონავტებმა რობერტ ბენეკმა და დაგლას ჰერმალიმ ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან დასვეს. მათ გსურს, რომ ამ სისტემამ ადამიანები დედამიწის ქვედა ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე წაიყვანოს, შემდეგ კი უკან დაბრუნდეს. კიდევ უფრო შორსაც გაიჭრა. ჰონგ-კონგის საინფორმაციო ფორუმზე ილონ მასკმა მორიგ დაუჯერებელ იდეაზე ისაუბრა და მოსახლეობას იმასაც დაჰპირდა, რომ სიცოცხლის გაგრძელებას დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც შეძლებენ. მას შემდეგ, რაც წითელ პლანეტაზე კოლონიზაციის პროცესი დაიწყება. 2015 წელს SpaceX-მა დაიწყო Starlink-ის თანავარსკვლავედის განვითარებაც, რათა უზრუნველყოს თანამგზავრული ინტერნეტი. მიყვარს ოცნება იმაზე, რომ ადამიანები გაცდებიან დედამიწას და იცხოვრებენ მარსზე. მაგარი იქნებოდა, რომ ადამიანები ელექტრომანქანებს და აღდგენად ენერგიას გამოიყენებენ. ხშირად ვფიქრობ ამ თემებზე. სანამ მასკი მარსამდე ხიდს გადებს და კოსმოსური ხომალდით გვამოგზაურებს, დედამიწელებს პირველი სრულად ელექტრონული მანქანა შეუქმნა. მანქანა, რომელიც მიწაზე დადის და მალე შესაძლოა ფრენად შეძლოს. ილონ მასკი ფიქრობს, რომ ტესლას გაუმჯობესებული მეორე ვერსია ჰაერში იფრენს.
და სანამ დედამიწელები ჰაერში ვიფრენთ, კილომეტრიანი მეტროპოლიტენით ილონ მასკის რეალობად ქცეულმა იდეამ მიწისქვეშეთში მანძილი უნდა შეამციროს და გადაადგილება უფრო სწრაფი გახადოს. 21 საუკუნე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაც ამ მიმართულებით ილონ მასკმა თქვა. 2015 წელს დააარსა არაკომერციული კომპანია OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ემსახურებოდა. მოგვიანებით ამ კომპანიამ შექმნა ChatGPT, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი იყენებს. დააარსა ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-იც, სადაც მუშაობენ ადამიანის ტვინის ინტეგრირებაზე ხელოვნურ ინტელექტთან, ტვინში ჩამაგრებული მოწყობილობების შექმნით. ასეთ ტექნოლოგიას შეუძლია გააძლიეროს ადამიანების მეხსიერება. გამომგონებელმა ილონ მასკმა შექმნა ჰუმანოიდი რობოტებიც. ისინი, ვინც მომავალში ჩვენი საქმიანობა უნდა გადაიბარონ და ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიმარტივონ. ილონ მასკმა 2022 წელს ტვიტერი $44 მილიარდად შეიძინა და სახელად X-ი დაარქვა. გამოხატვის თავისუფლების პირობაც დადო. ამ სისტემას მასკი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად იყენებს. ილონ მასკის საერთაშორისო პოლიტიკური ქმედებები და კომენტარები ხშირად ექცევა ყურადღებისა და კრიტიკის ქვეშ, განსაკუთრებით საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებისა და ლიდერების მხრიდან. მილიარდერი ბიზნესმენი და გამომგონებელი ღიად მხარს უჭერს გერმანიაში ოპოზიციურ პარტიას. მას უწოდებენ ექსცენტრიკოს, რომელიც იღებს სპონტანურ გადაწყვეტილებებს, ასევე ხშირად აკეთებს საკამათო განცხადებებს, განსხვავებით სხვა მილიარდერებისგან, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებას, საკუთარი ბიზნესის დასაცავად. ილონ მასკი მხარს უჭერდა ბარაკ ობამას 2008 და 2012 წლებში, ჰილარი კლინტონს 2016 წელს, ჯო ბაიდენს 2020 წელს და დონალდ ტრამპს 2024 წელს. Elon Musk. ეს ტრამპის ინაუგურაციაა, სადაც ილონ მასკის ასეთმა მისალმებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ რეაქციით შეხვდა ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც, რომ ამერიკის დროშა მარსზე აქვს ჩასატანი. ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი ქონება $50 მილიარდით გაიზარდა. ამერიკულ პოლიტიკაში დღეს ის გამორჩეულ და გავლენიან ფიგურად რჩება. ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს. ტრამპთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე შვილიც მიიყვანა. სანამ მამა ქვეყნის საქმეებს განიხილავდა, ბავშვი უცნაური სახელით XCH-A12 სიმბოლოებით, რომელიც თანამედროვე ინგლისურ ანბანში არ არის, ოვალურ კაბინეტში თამაშობდა და თან ერთობოდა. ილონ მასკს 12 შვილი ჰყავს. 2022 წელს მისმა ვაჟმა ქსავიე მასკმა სქესი შეიცვალა. სწორედ ამ ფაქტმა დააჩქარა, მასკი მემარცხენე ლიბერალიზმის იდეებთან მებრძოლად გადაქცეულიყო. ილონ მასკს ხშირად ნამდვილ ტონის წარქს უწოდებენ და მარველის კომიქსების ლეგენდარულ გმირს მართლაც ბევრი რამ ითქავს. თუმცა მისგან განსხვავებით მილიარდერად არ დაბადებულა, მილიარდერი გახდა. მისი ქონება 2025 წლის 8 თებერვლისთვის 402 მილიარდი ამერიკული დოლარია. გამოჩნდა კინოეკრანებზეც. You're Elon Musk. I am? წერს ელექტრონულ მუსიკას და აქვეყნებს SoundCloud-ზე. რომელია ჩემი ყველაზე კარგი იდეა? მე ვფიქრობ, ამერიკაში ჩამოსვლა იყო ჩემი საუკეთესო იდეა, ეს რომ არაფერი იქნებოდა. მისი ცხოვრებაც ფილმის სცენარს გავს. პლანეტის შეცვლაზე მეოცნებე კაცის, რომელმაც ელექტრომანქანების და ჰიპერლუპის მეშვეობით ტრანსპორტზე ჩვენი შეხედულება შეცვალა და დაგვანახა, როგორ ვიცხოვრებთ ხელოვნური ინტელექტისა და მარსის კოლონიზაციის დახმარებით.